დღეს ამ დიდებულ საპატრიარქო ტაძარში ქართველი მორწმუნე ერი ზეიმობს თავისი 151 პატრიარქის აღსაყდრებას. სვეტიცხოველს ესტუმრა მრავალრიცხოვანი საზოგადოება, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქი ვაზგენ პირველი, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრნი და სხვა მრავალი მაღალი სტუმარი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად გამორჩეული ილია ერში ირაკლი გიორგი ზეღუდუშაური შიოვაშვილი დაიბადა კეთილ მორწმუნე ქრისტიანულ ოჯახში. კათოლიკოს პატრიარქ მელქისედეკის ლოცვა კურთხევით 1957 წლის 16 აპრილს თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად ილია. აკადემიის დამთავრების შემდეგ 1960 წელს უდელმონაზონი ილია დაბრუნდა საქართველოში, სადაც უწმიდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს პატრიარქმა ეფრემ მეორემ განაწესა მღვდელმსახურად ბათუმის საკათედრო ტაძარში. 1960 წლის 19 დეკემბერს იგი ახვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხი. 1963 წლის 26 აგვისტოს კათოლიკოს პატრიარქ ეფრემ მეორის მიერ ქართული ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი ილია ხელდასმულ იქნა შემოქმედელ ეპისკოპოსად და დაინიშნა ქორეპისკოპოსად მისი უწმინდესობისა. 1967 წლის 1 სექტემბერს იგი დანიშნულ იქნა ცხუმ აფხაზეთის ეპისკოპოსად. 1969 წელს ეპისკოპოსი ილია აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში. იგი მოღვაწეობდა აგრეთვე ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთა ახალი კადრების მომზადებაში. მისი ინიციატივით 1973 წელს შეიქმნა მცხეთის სასულიერო სემინარია. 1972 წელს მიტროპოლიტმა ილიამ მიიღო ჯილდო მეორე პანაღიის სტარების უფლება. 1975 წელს უფლება სკუპიაზე ჯვრისტარებისა. იგი დაჯილდოებულია აგრეთვე კონსტანტინოპოლის, საქართველოსა და ჩეხოსლოვაკიის ეკლესიათა ორდენებით. მიტროპოლიტი ილია აქტიურ მონაწილეობას იღებდა მრავალ სამშვიდობო ფორუმებში. ამ მიზნით, როგორც ქართული სამოციქულო ეკლესიის დელეგატი, იმყოფებოდა ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, შვეიცარიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში, იუგოსლავიაში, ინდოეთში, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, კენიაში, ეთიოპიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დასავლეთ ბერლინში. კათედრაზე ადის მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, რუსეთის ეკლესიის დელეგაციის სხვა წევრნი და საქართველოს წმიდა სინოდის მღვდელმთავარი. დგება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინტრონიზაციის წუთები. ქართული ეკლესიის ყოველად სამღვდელო მღვდელმთავარნი სული წმიდის მადლს მოიწვევენ ღვთივ გამორჩეული პატრიარქის ილია მეორის მამათმთავრული მადლით შესამოსალად. ზიაპყრობილა მორწმუნეთა თვალნი და გულნი, მომლოდნელნი ღვთის მადლის უხილავი გარდამოსვლისა. მერცობოწყალებათაო და ყოვლისა ნუგეშინის წემისაო, რომელი მაღალ ხაზზე და უხელთა მართლიდათა შინა საუნჯეთა და მკვიდრებულ ხარ, რომელი მაღალ ხარ და დიდებულ საშინელ და დიდ და ყოველთა მსხოვარ, რომელმანიცნი ყოველნივე ყოფათ მდემართა, რომლისაგან ყოველივე ყოფათ მდე იქმნა,
რომელმა მოეც განათლება ეკლესიას საშინა მადლისა მხოლოდ სობილის სამიერთისა შენისა, რომელმა გამოირჩია აბრაამ, რომელიც სათნობებო შენ სარწმუნოებითა და ენუქ ქალწული ცხოვრებისა საუნჯესა მიიყვანე, რომელმა მთავარნი და მღვდელნი განათლეს შენ სიკვდილესა მაღალთა შინა შენთა, უფალო რომელმა მოუწოდე მთავართა ადგილსა დიდებისა შენისა საგალობათ და დიდებად, მოეც უფალო მონაზამა შენსა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს, ახლად გამორჩეულ ილიას, უფალო რათა იყოს საქმო შენ და მადიდებელად და მართლებელად და უფლებელად. ამინ. აღაორჩინოს ეკლესია იშენერ, შეწევნითა სული სათბილისაითა და წარდგეს დიდებასა ქრისტეს შენისასა, რომელსა შენი დიდებაე მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, ათდამარატის და უყუნეთი ვოყონესამდე. საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები მე-9 საუკუნის ჯვარბანაღიით მოსავენ უწმიდესსა და უნეტარეს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, ქართველ პატრიარქთა უძველეს ოქროს გვირგვინს, რომელიც მოცულია ჩვენი ეკლესიის ისტორიის ბრწყინვალე შაროვანდედით. თავზე ადგამენ ყოვლად უსამღვდელოესი მანგლელი ეპისკოპოსი გიორგი და ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ქართველ პატრიარქთა ბრწყინვალე შესამოსელით შემოსილი ჯვარსანთლებით ლოცავს მედღესასწაულე ქართველ ერს და სამღვდელოებასთან ერთად იბრძანდება წმინდა საკურთხეველში. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი უწმინდესი პიმენი ჯვრითა და დიგირიით ლოცავს და ღვთის მადლს მოიწვევს მთელ ქართველ ერზე, რომელიც დანერგილია ღვთის ყოვლად ძლიერი მარჯვენით. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კათოლიკოს პატრიარქის სრულიად საქართველოისა აბრძანდა უზენაეს საყდარზე. იკითხება სამოციქულო და სახარება. პატრიარქი ემთხვევა წმიდა სახარებას და ჯვარსანთლებით კურთხევას გამოსახავს ერზე. პროტოდიაკონი ასრულებს მრჩობლ კვერეგს და ლოცვით მოიხსენიებს ღვთისდაცულ ჩვენ ერს, მის მთავრობას და მხედრობას საქართველოს უძველეს საკათოლიკოსო საყდარზე ახლად ახვანილ მის მამადმთავარს ილიას. წირველი მღვდელმთავრები ხსნიან ოდიგს, ემთხვევიან წმიდა ტრაპეზს და მიემართებიან სამკვეთლოსაკენ. აქ სრულდება კვეთის ლოცვები და მოიხსენიება ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი, ღვთისდაცული ჩვენი ერი, მთავრობა მისი, საქართველოს საკათოლიკოსო საყდარზე ახლად ახვანილი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, მსოფლიოს მართლმადიდებელნი პატრიარქნი, ყოვლად სამღვდელონი, მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნო წესნი და საერონი. კვეთაზე მოიხსენება აგრეთვე საქართველოს მეფეთა და მამათმთავართა, ჩვენი ერის მშვიდობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლთა და საუკუნო ცხოვრების სასოებით აღსრულებულთა ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანთა სულნი. დიდ გამოსვლაზე უწმიდესი პატრიარქი პიმენი თეშხუმზე მოიხსენიებს კათოლიკოს პატრიარქ ილიას და სხვა მართლმადიდებელ პატრიარქებს.
კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ბარძიმზე მოიხსენებს რუსეთის პატრიარქს უწმიდეს პიმენს, ყოველთა სომეხ და უმაღლეს პატრიარქ კათოლიკოს ვაზგენ პირველს, ღვთივდაცულ ქართველ ერსა და მის მთავრობას. სამღვდელოება შედის საკურთხეველში და ბარძიმ ფეშხუმს დაასვენებს წმიდა ტრაპეზზე. მაცხოვრის სისხლსა და ხორცს ეზიარებიან უწმიდესი პიმენი და ილია, ყოველად სამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი, ეპისკოპოსნი და მრავალრიცხოვანი სამღვდელოება. უწმიდესი პატრიარქი პიმენი ასრულებს ევხარისტიულ კანონს და წინათ აგებულ მცხვენზე მოიწვევს სული წმიდის მადლს. წირვის დასასრულს ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ეკლესიის ახალ მამათმთავარს. იგი ქართული ეკლესიის წმიდა სინოდის სახელით მიულოცავს მას ამ დიდ მსახურებაზე შედგომას და მიართმევს მას საპატრიარქო პარტყულს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სიტყვით მიმართავს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი. იგი გამოთქვამს სიხარულს იმის გამო, რომ წილად ხვდა დასწრებოდა ამ დიდსა და კურთხეულ მოვლენას. ჩვენ გვწამს, ამბობს მისი უწმიდესობა, რომ ღვთის ყოვლა ძლიერი შეწევნითა და თქვენი წყევს მთავრული ღვაწლით ქართული ეკლესია უმეტესად აყვავდება და გაძლიერდება. უწმინდესი პატრიარქი პიმენი სრულიად რუსეთის ეკლესიის სახელით ხურვალეთ მიულოცავს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს მაღალ მსახურებაზე მის შედგომას და უსურვებს კეთილ ნაყოფიერსა და მრავალჟამიერ სამსახურს სადიდებლად უძველესი ქართული ეკლესიისა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს სიტყვით მიმართავს ყოველთა სომეხთა უმაღლესი პატრიარქ კათოლიკოსი ვაზგენ პირველი, რომელიც სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სახელით ულოცავს ამ ღირსსახსოვარ მოვლენას და გამოთქვამს სურვილს, რომ ახალი მამათმთავრის მეთაურობით ქართულ ეკლესიას კვლავაც დიდი ღვაწლი დაედოს საყოველთაო მშვიდობისა და ხალხთა მეგობრობის განმტკიცების საქმეში. დებო და ძმებო, საყვარელო საქართველოს სამწყსო, შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმინდა ტაძრის აღებს ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა. მე თავს ვიხრის ქართველი ხალხის წინაშე. ახსოვს ჩვენ მცხეთას, სატახტო ქალაქს და სვეტიცხოველს, ქრისტეს ყერანგი რომ ჩაიყუტა თავის გულში სამარადისო. მისთვის სრვები, წყალდიდობა, ნიაღვრები და ყველა ამ ულევ ხარფეთსა და ორონტრიალში ერთად იყვნენ. არ შორდებოდნენ ერთმანეთს ქართველი ხალხი, ქრისტეს ჯული, სასოება და სიყვარული. იდიდე საქართველოს უძველესო სამოციქულო ეკლესია. შენს სათავეში დადგა ჭეშმარიტი მამულიშვილი, ქართველ პატრიარქთა საქმის ღირსეული
გამგრძელებელი, რომლის მთელი არსება, ლოცვა, ფიქრი და გონება წარმართული იქნება შენს სადიდებლად, შენი საუკეთესო მომავლისათვის, რათა შენ, როგორც აქომამდე, ახლაც იყო იმ მოწინავე ერთა და იმ დიდებულ ეკლესიათა რიცხვში, რომელნიც საუკუნეების მანძილზე ჭედდნენ მშვიდობასა და ბედნიერებას დედამიწას. დღეს განსაკუთრებული ომახიანობითა და სილამაზით ჟღერენ ზარები ქართული ეკლესიის გუმბათებიდან. ისინი სიხარულით აუწყებენ ჩვენს ერს, რომ მის ისტორიაში დღეს იწერება ახალი ბრწყინვალე ფურცელი, იწერება ჩვენი ლამაზი დღევანდელობის მატიანე, რომელიც მომავალ საუკუნეებსა და მომავალ თაობებს შთააგონებენ, თუ რა დიდების შარავანდედით მოსავს კაცთა მოდგმას, ღვთის სარწმუნოება, სასოება და სიყვარული.